ბავშვობის ოცნება, რომელიც ამჯერად რეალობად იქცა და დაუღალავი შრომით მიღწეული დიდი მიზანი. 20 წლის სანდრო ადეიშვილი სწავლას პარიზის არქიტექტურის უმაღლეს სკოლაში განაგრძობს. თბილისის სამხატვრო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი საფრანგეთში 4 წლით გაემგზავრება. როგორია მისი წარმატების გზა ოცნებიდან ცხოვრების მთავარ მიზნამდე? ამას ერთად ვნახავთ ახლა ელენე მირიანაშვილის სიუჟეტში. ნახოთ. ეს ის წერილია, რომელმაც ჩემი ბავშვობის ოცნება ამიხდინა და მიზანი, რომლისკენაც მუდმივად ვისწრაფოდი. ჩავირიცხე საფრანგეთის არქიტექტურის 2 უმაღლეს სკოლაში. სულ საფრანგეთში 20 უმაღლესი სკოლა არის და მხოლოდ 2-ში შეიძლება აპლიკაციის გაგზავნა. შევარჩიე პარიზის არქიტექტურის უმაღლესი სკოლა და მონპელიეს არქიტექტურის სკოლა. გავიარე გასაუბრება კამპუს ფრანს საქართველოს წარმომადგენელთან და რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე ველოდებოდი პასუხებს და ორივე არქიტექტურის სკოლიდან მომივიდა დადებითი პასუხი და ორივეგან ჩავირიცხე მეორე კურსზე. არჩევანი პარიზზე შევაჩერე. მე მიწევს იქ 4 წლით წასვლა ამჟამად. აგვისტოს ბოლოს უკვე უნდა ვიყო საფრანგეთში. ვფიქრობ, რომ ეს სკოლა მომცემს იმას, რაც ბავშვობიდან მინდოდა და კარიერაში მეტ გზას გამიხსნის და მეტ შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ შევაჩერე არჩევანი საფრანგეთზე და კერძოდ პარიზზე. ორივე სკოლიდან პასუხი მომივიდა სხვადასხვა დღეს და თან ძალიან დიდი ხანი ველოდებოდი ამ პასუხს. ერთი პასუხი მომივიდა, როდესაც სახლში ვიყავი და ძალიან გამიხარდა, რა თქმა უნდა, და ყველა ოჯახის წევრს ძალიან გაუხარდა და პარიზიდან როცა მომივიდა პასუხი, ამ დროს აქ სამხატვრო აკადემიაში ვიყავი და ლექტორთან ერთად უცბად ვნახე და ძალიან აჟიტირებული ვიყავი და მასაც გაუხარდა, რა თქმა უნდა, და მეც გამიხარდა. ეს წარმატება არ შეიძლება იყოს მარტო ჩემი, ანუ ამაში ლექტორებსაც დიდი წვლილი მიუძღვით, რომლებთანაც მუდმივად გავდიოდი კონსულტაციებს და ბავშვების, ოჯახის წევრების და ყველას მხარდაჭერითაც, რა თქმა უნდა, ვისარგებლე. და ჩემი წარმატება სხვების мотивაციასაც ზრდის, რადგან ჩვენ ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობთ და მე თუ გამომივიდა, ესე იგი სხვასაც აქვს შანსი, რომ გამოუვიდეს ეს. ბავშვობიდან მინდოდა რომ არქიტექტურა მესწავლა, იმიტომ რომ თუ კი რამეს თამაშობდი ბაღის ასაკში, კონსტრუქციებთან იყო დაკავშირებული. შემდეგ როცა ფრანგულ სკოლაში შევედი და ბავშვობიდანვე ვსწავლობდი ფრანგულ ენას, ზუსტად ვიცოდი რომ საფრანგეთში უნდა გამეგრძელებინა სწავლა სკოლის დამთავრების შემდეგ და მივიღე ეს გადაწყვეტილება რომ გამეგზავნა აპლიკაცია საფრანგეთის არქიტექტურის სკოლებში. ეს პროცესი მარტივი ნამდვილად არ იყო, თუმცა შეუძლებელი არაფერი არ არის, მიუხედავად იმისა რომ პარიზის არქიტექტურის სკოლები ერთ-ერთი ყველაზე სელექციურია ევროპაში, მაინც შესაძლებელია თუ ბევრს ვიშრომებ, რომ მიაღწიო წარმატებას და იქ მოხვდე. თუმცა ეს არ არის 1 თვეში, 2 თვეში და 3 თვეში გაკეთებული საქმის შედეგი. ეს წლების განმავლობაში დაგროვებული აქტივობების, აკადემიური მოსწრების დამსახურება. ძალიან მიხარია, რომ სამხატვრო აკადემიაში მიღებული ცოდნა გახდა ხელშემწყობი ფაქტორი იმისა, რომ ჩავრიცხულიყავი ამ სკოლაში. ბევრად უფრო დარწმუნებული ვარ ჩემ თავში და უფრო დიდი ცოდნით მივდივარ აქედან, ვიდრე რომ წავსულიყავი პირდაპირ სკოლის დამთავრების შემდეგ. თავარი, როდესაც შენი მიზნისკენ მიდიხარ, არის რომ მუდმივად იშრომო, არ უნდა გაჩერდე და გათავისებული უნდა გქონდეს, რომ მარტივი არაფერი არ იქნება და თავისით არაფერი არ მოვა. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რაც მინდა რომ მივცე მომავალ აბიტურიენტებს, არის ის, რომ დაუკავშირდნენ, იპოვრონ ის ადამიანები, რომლებიც უკვე სწავლობენ ამ უნივერსიტეტებში და რეალურად გაიგონ, რა არის შიდა სიტუაცია ამ სასწავლებლებში. როგორც მე დამეხმარნენ ქართველი სტუდენტები, ზუსტად ასევე დავეხმარებოდი მომავალ ქართველ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება, რადგან საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე ამ პროცესში.